ზესტაფონში დასრულდა კადეტ მოკრივეთა ტრადიციული ტურნირი, სადაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების მოკრივე საბა ჩაფიძემ დიდ წარმატებას მიაღწია. პირადი მწვრთნელი ზურა მექერიშვილის ინფორმაციით, მან 3 ბრძოლა ჩაატარა და ყველა შეხვედრაში აშკარა უპირატესობა მოიპოვა. საბა ჩაფიძე ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება და იმედს ვიტოვებთ, რომ კვარცხლბეკის რომელიმე საფეხურზე კვლავ ვიხილავთ. ზესტაფონში ჩატარდა ზურაბ დეკანოზის სახელობის ტურნირი, 3 დღიანი იყო. ძალიან მაგარი ტურნირი იყო, ძალიან კარგად დამაჯერებლად გამოვიდით. თან ეხლა გავხსენით ბაკურცხეში დარბაზი 1-3 თვე იქნება. 1-40 ბავშვამდე დადის. ყავდა აქედან წაყვანილი საბა ჩაფიძე 52 კილოში, იჩხუბა 3 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო. თან პირველად ყავდა კახეთიდან წაყვანილი ჯგუფი და ძალიან დამაჯერებლად და ძალიან გახარებულები ვართ ესეთი წინსვლისთვის და მე თან თბილისის მაქვს დარბაზი და აქეთკენაც მოვარჯიშებ ბავშვებს და ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი მხარეს ესეთ თაობა მოდის, ესეთი თან ჩვენს მხარეს კიდე ძალიან ძლიერი და ძალიან დამაჯერებელი ბავშვები არიან და მიხარია და რა ვიცი, მადლობა ჩვენ გამგეობას, მადლობა ჩვენ სპორტის მუნიციპალიტეტს, რომ ესე გვერდში გვიდგა და ესეთ ყველაფერს აკეთებს და დიდი გეგმები გვაქვს წინ. ეხლა იქნება ახალგაზრდულში საქართველოს ჩემპიონატი, საბა მიიღებს აქედან საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ და დიდ შედეგს მივაღწევთ ყველანი ერთად. ჩავატარე 3 ბრძოლა. პირველი 2 ბრძოლა არც თუ ისე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მესამე რაუნდში, მესამე ბრძოლაში ცოტა დაზაბული ბრძოლა მქონდა. ძნელად არა, მაგრამ არც თუ ისე მარტივად არ მომიგია. 2 რაუნდი მოვიგე, მეორე რაუნდში ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც დავამარცხე, გავიმარჯვე, ავიღე პირველი ადგილი. და რა თქმა უნდა დავაფასე ჩვენი შრომა, ზურა მასწავლებლის შრომა და დაგვიფასდა ეს ყველაფერი. საქართველოზე ვაპირებ ჯგუფს ახალი წლების მერე, ყველანაირად შევეცდებით მე და ზურა მასწავლებელი, რომ საკმარის ფორმაში ჩავდეთ იმისთვის, რომ მოვიგოთ საქართველოს, ვასახელოთ